რამდენიმე კვირის წინ შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღე ივლისის დასაწყისში 4-ში 5-ში აღინიშნებოდა და საქართველოს მთავრობამ გააგზავნა მისალოცი წერილი, რომლის პასუხიც მოვიდა, გადაუხადეს მადლობა ამ მილოცვისთვის და იქ გამოითქვა სურვილი შეერთებული შტატების მხრიდან, რომ მათთვის ორი ქვეყნის ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი და მზად არიან ურთიერთობებისთვის. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერსაც დაუსვეს სხვათა შორის შეკითხვა და კახაკალაძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან ნორმალური ურთიერთობისთვის, მზად არიან მეგობრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის დამოკიდებული ვაშინგტონზე. მოვისმინოთ, რას ამბობს დედაქალაქის მერი და მე უკვე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო უბრალოდ შანტაჟის და მუქარისთვის გაკეთებული. დღევანდელ ადმინისტრაციას პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ფიქრობ შესწევს იმის ძალა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართულ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ქართული ხალხის წინააღმდეგ ძალიან მარტივად შეცვალეს. ადმინისტრაციას ტრამპის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, შესწევს ძალაც, უნარიც და თუ ვინმე შესწევს, მხოლოდ მას შესწევს, რომ შეცვალოს ეს მიდგომები, გადათვირთოს ურთიერთობები, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამის ინტერესს ვერ ვხედავთ, ხოლო თუ რატომ და თლიანობაში როგორ აზიანებს ეს ჩვენ ქვეყანას, ამაზე უკვე გადაცემაში გავაგრძელებთ საუბარს. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა, მესამე მაყურებელს. მე რასაც ხაზი გავუსვი, რომ ტრამპის ძალაუფლების თითქმის ნახევარი უკვე იწურება, ხო? წელიწად ნახევარი, სულ 4 წელი აქვს. მე ის ვეღარ იქნება ხა შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად 2 ვადა არის, ხო, მაქსიმუმ. დაახლოებით ალბათ 35-40% არის ეს მისი ვადის. მესამედზე მეტი, ხო? და არაფერი არ შეცვლილა. აწერა შეიცვლება არ ვიცი, მაგრამ მაშინ როცა ის აქტიურია სამხრეთ კავკასიაში, სხვა რეგიონებზე აღარ ვამბობ, ხა ახლო აღმოსავლეთში ამერიკას ყოველთვის ჰქონდა აქტიური ინტერესები, იქ ისრაელია, ნავთობია, ბევრი რამეა, ამიტომ სხვა საკითხია, მაგრამ უშუალოდ ჩვენი რეგიონი, რომელიც პატარა რეგიონია ხა სამხრეთ კავკასიაში, 2 არც ისე დიდი სახელმწიფოა, ჩვენ სომხეთი, აზერბაიჯანი. სომხეთის მიმართ რაღაცა ცხოველი ინტერესია, ტრამპის დერეფანი არის მისი ერთ-ერთი საამაყო პროექტი, აზერბაიჯანის მიმართაც საკმაოდ მზარდი ინტერესია, ჩვენს მიმართ არ არის არაფერი. ყოველ შემთხვევაში გარედან ესე ჩანს. რით შეიძლება ეს აიხსნებოდეს და ის პასუხი რაც ეკიდან მოვიდა, ანუ მილოცვაზე თქვა მადლობა, რომ ადამიანს რომ მიულოცავ რაღაცას და რომ გეტყვის მადლობა, სულ ეს იყო მისი პასუხი, რაზეც ახლა ეს ქართული ოცნება აი ამ ანტურას ქმნის. კალაძის გზავნილი ჩვენ ახლა მოვისმენთ, ეს არის ქართული ოცნების message box-ი, რომ ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. ან ბურთი არის იმათ, ანუ ისინი არ დგამენ ნაბიჯებს, ახლა აქაც ეს იკითხებოდა. რატომ დაკარგა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, თუ სხვა ფაქტორებით არის ეს განპირობებული და მეორე აი ორ ნაწილად გავყოფდი ამ შეკითხვას. რეალურად ეს მოცემულობა ჩვენ გვაზიანებს თუ არა და თუ გვაზიანებს როგორ? პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ ზოგადად საქართველოში წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რა ინტერესი აქვს იგივე ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში მოსახლეობაში არის ძალიან არასწორი წარმოდგენები. ხალხს გონია, რომ რაღაც სერიოზული ინტერესები აქვს ამერიკას, ამერიკა ჩვენი პარტნიორია იმ გაგებით, რომ იმ ხელა გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს ჩვენ რეგიონთან დაკავშირებით, რომ ის ყველანაირად ჩართულია და ყველანაირად დაინტერესებულია, რომ საქართველოში რა პოლიტიკა იყოს. რეალობა ის არის, რომ თვითონ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება გამოხატავს იმას და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ყველას უნდა ესმოდეს ქართული ოცნება ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას. ქართული ოცნება ცდილობს, რომ აი მაგალითად წინა ადმინისტრაციას ზეწოლას რო ახდენდა, ეხლა ტრამპის ადმინისტრაციის იმედი ჰქონდათ, რომ რაღაცა გადატვირთვა მოხდებოდა, მაგრამ ვერ ახერხებს ამას და ვერ ახერხებს იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ საქართველოში არასწორი წარმოდგენებია ამერიკის ინტერესებთან დაკავშირებით, როგორც უკვე ვთქვი. ამერიკას თუ ჩვენ საუბრობთ ეკონომიკური თუ სამხედრო ინტერესებთან თუ საუბრობთ,
მაგ კუთხით საქართველოში დიდი არაფერი ინტერესები არ აქვს. საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მთელი ინტერესი მდგომარეობს ძირითად ინტერესი მდგომარეობს როგორც პროქსი ძალა. როგორც საქართველოს რეგიონში კი რეგიონში გვეუბნებიან მაგათ მე მახსოვს ეს ქალბატონი ფარკასის ინტერვიუ იან კელის ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში ასევე და ეს ყველაფერი ერთ ლოგიკაზე აგებული ანუ ერთმანეთს იმეორებს პრაქტიკულად სხვადასხვა სიტყვებით მაგრამ შინაარსობრივად რუსეთი უნდა გრძნობდეს საფრთხეს შეიძლება ომს არ იწყებდე ну აქ ვიღაცებს გონიათ რომ მაინდა-მაინც ჩვენგან ცეცხლის გახსნას ითხოვენ. შეიძლება შენ ომს არ იწყებდე, მაგრამ რიტორიკით და მოქმედებებით აკეთებდე ისეთ ნაბიჯებს, რომ მისთვის აქედან დაძაბულობა იგრძნობოდა. ტრანზიტული შვიდობიანი ტერიტორია არ უნდა იყოს. საქართველოს რეგიონში თავისი მნიშვნელობით, გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, ასევე სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობით არის სამეზობლოსთან მიმართებაში რაღაცა გეოპოლიტიკური საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონია და ტრანზიტული ქვეყანაა ამავე დროს, იმიტომ რომ საქართველოს გვერდის ავლით თუ თქვათ რაღაცა ტვირთის გადატანაზე ვსაუბრობთ, საკმაოდ დიდი წრის გაკეთება უწევს ნებისმიერ ტვირთს. ხო, ამიტომ რეგიონალური მნიშვნელობა აქვს საქართველოს. ამერიკისთვის, ხო, ამ კუთხით საქართველოს აქვს როგორც პროქსი სახელმწიფოს დანიშნულება, ანუ სხვა რეგიონალური ძლიერი მოთამაშეებისთვის, რომ პრობლემები შექმნას. ეგ არის საქართველოს რეალური ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამისი გაცნობიერება იმიტოა საჭირო, რომ საქართველოს მოახერხოს მაგისი გაცნობიერებით, მოახერხოს იგივე ამერიკასთანაც ნორმალური ურთიერთობა. თუ მაგას ვერ გავაცნობიერებთ, ამერიკასთანაც გაგვიჭირდება ურთიერთობის დალაგება, იმიტომ რომ ამერიკასთან ურთიერთობას რა აფუჭებს? მოდი ეგ მაგას ავხსნით. ამერიკასთან ურთიერთობას აფუჭებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობას, ну აი ამ პროპაგანდისტთა მთელი რიგი აი ეს ამდენი წლის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შექმნილი განწყობების საფუძველზე საქართველოში არის სურვილი უბრალოდ ძალიან დიდი მოსახლეობაში, რომ აი დასავლეთთან გვინდა. ხო? და დასავლეთს რას ვთავაზობთ? ამაზე არავინ არ ფიქრობს. ანუ დასავლეთს რა უნდა ჩვენგან? მაგაზე არავინ არ ფიქრობს. უბრალოდ აი საქართველოში არის გენერირებული მოსახლეობაში რაღაც ძალიან ძლიერი სურვილი. აი დასავლეთი არის ის რაც ხალხს უნდა, აი ბედნიერება დასავლეთთან ასოცირდება და დასავლეთში ინტეგრაციაც ბედნიერებასთან ასოცირდება და ეს არის გენერირებული, ხო? და შესაბამისად ეს არის ბერკეტი, რომელიც დასავლეთ შეუძლია გამოიყენოს, შენ თუ ასეთი ძლიერი სურვილი გაქვს ჩემთან ყოფნის, მაშინ რაღაც მოთხოვნებს აგზავნის სანაცვლოდ, ანუ მე მაშინ ეს მოთხოვნა მაქვს იმისთვის, რომ შენ დაახლოვდე ჩემთან ინტეგრაციის კუთხით. და ის ფაქტი, რომ არავინ არ ფიქრობს აი დასავლეთს ჩვენგან რა უნდა, ეს სინამდვილეში დასავლეთთან ადეკვატური ურთიერთობის დამყარებაში ხელს გვიშლის, იმიტომ რომ ეს საქართველოს აი ასე ვთქვათ გამოყენების პროცესს აადვილებს და რეალური საქმიანი ურთიერთობებთან არ გვაახლოვს. აი ჩემი აზრით კარგი იქნებოდა ზოგადად აი ამ როცა საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ხალხი აი ამ ინფანტილურ წარმოდგენებს მოეშვას, აი ასეთი რაღაცა ბედნიერებასთან ასოცირებებით არ უნდა ხელმძღვანელობდეს, უნდა ყველამ გააცნობიეროს, რომ ამერიკას, ევროპას აქვს თავისი ინტერესები ჩვენთან მიმართებაში, ის თავისი ინტერესების ჩარჩოები და ფარგლები სად გადის. ეგ ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ვერაცნობიერებდა ჩვენ ამას ხედავდით არჩევნების პერიოდში, როცა ზარზე იმ საწყობდნენ, ხო? კანდიდატის სტატუსის რომ გვანიჭეს, მთავრობამ ზეიმი გამართა და დღეს ისინი თვითონ აღიარებენ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი ზეწოლის ბერკეტად იყო გამოყენებული. ანუ იზეიმეს ზეწოლის ბერკეტი, ხო? ანუ
აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ რა ინტერესი აქვს დასავლეთს. საზოგადოება რაღაცნაირად ამ თვალსაზრისით არის გაცნობიერება და ზოგადად ცნობიერების ამაღლება ჭირდება ამ თვალსაზრისით საზოგადოებას იმისთვის, რომ დასავლეთიდან წამოსული რიტორიკას ხალხი შეხვდეს უფრო საქმიანად. აი რაღაცას ითხოვს ხო დასავლეთი, ხო? რაღაცა მოთხოვნას შემოთავაზებაც უნდა მოაყოლოს. ეხლა უბრალოდ მოთხოვნა მოდის იმის საფუძველზე, რომ აი შენ ძალიან გინდა ჩემთან. ჩვენგან წასული ჩვენგან წასული მოთხოვნა. მივაჩვიეთ, რომ მოთხოვნები არაფრის სანაცვლოდ უნდა ვასრულოთ. და სხვათა შორის აი მთავარი რაც შენ თქვი, რომ აქ არის საზოგადოების ცნობიერება ასამაღლებელი, არათუ ასამაღლებელი არის საერთოდ შესაძლებელი. ანუ არასწორად უდგებით. დასავლეთი არის ერთი სივრცე არ არის. ეს თვითონ ევროპაც ჭრელია საკმაოდ პოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით და შეერთებული შტატები საერთოდ სხვა ცალკე მოსემულობაა თავის გეოპოლიტიკით, ოკეანის გაღმა და ამ გეოპოლიტიკურ კანონზომიერებასთან რაშიც არის ევრაზიის კონტინენტი, მას არ აქვს პირდაპირ კავშირი, ხა ის არის დაცული, მას სხვა მოქმედების ფუფუნება აქვს. როცა ქვეყანა აყენებს მოთხოვნებს, უბრალოდ ელემენტარული ლოგიკაა, რომ მოთხოვნების სანაცვლოდ რაღაცა შეთავაზებაც უნდა გააკეთოს, ხო? ანუ ეს შემისრულე და მე ამას მოგცემ, ხო? და თუ უბრალოდ მოთხოვნები მოდის, ეგ ხერხდება იმის საფუძველზე, რომ საქართველოს საზოგადოებაში არის გენერირებული არაადეკვატური სურვილი დასავლეთთან ინტეგრაციის. თან რწმენაა, ეს არის რაღაცა რწმენა არაადეკვატური და სინამდვილეში ეგ რწმენა დასავლეთთან ზოგადად ურთიერთობასაც ართულებს, ეგ რწმენა ურთიერთობას კი არა აადვილებს. მაგ რწმენის საფუძველზე, აი ამ დასავლეთის ინტეგრაციის სურვილის საფუძველზე, დასავლეთი უბრალოდ მოთხოვნებს გიგზავნის, სანაცვლოდ არაფერს არ გაძლევს, სხვათა შორის არც სანაცვლოდ მოცემაზე როცა ვლაპარაკობთ, აი ვიღაცას რო ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება უნდა, ხო? მაგ მიმართულებითაც რაღაცა ხო უნდა მოგცეს, არა? არც მაგ მიმართულებით არ გაძლევს, იმიტომ რომ არ არის საჭირო არაფრის მოცემა საქართველოსთვის. იმდენად დიდია სურვილი ინტეგრაციის, დასავლეთთან ინტეგრაციის, რომ ის სურვილი უბრალოდ უნდა მოწველოს დასავლეთმა. დასავლეთი მაგას ეგრე უყურებს, ისინი არიან ბიზნესმენი მხარეა. ისინი უყურებენ ასე, თუ მოგება მოდის, ისე რომ არაფერი სანაცვლოდ არ შეგვიძლია არ არის საჭირო გადაუხადოთ, მაშინ რატო უნდა გადაუხადოთ? გიჟები ხო არა ვართ. ხო, ამიტომ საქართველოს აი ამ სურვილის მოწველა მაგ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არის მათთვის მომგებიანი ნაბიჯი და სანამ საქართველოს აი ამ რაღაცას თავისი სურვილების გენერირებაშია, აი როგორც ბიტკოინის გენერირება ჭირდება დიდი ენერგია და ჰაერში იფა. ეგრე საქართველოს აი ამ რაღაცას სურვილს დიდი ენერგიას ხარჯავს ამ სურვილის გენერირებაში, ხო? რა თქმა უნდა, მეორე მხარე არაფრის მოსცემას არ აპირებს სანაცვლოდ. ეხლა ტრამპის ჩვენ ხო ამით დავიწყეთ, რომ აი ტრამპის ხელისუფლებასთან გადატვირთვის პოლიტიკის საკითხი, ხო? ტრამპი სრულიად სხვა პოლიტიკას გულისხმობს წინა ადმინისტრაციასთან შედარებით. ამერიკა არის მართლაც სხვადასხვა ინტერესები. ამერიკა არ არის ისეთი ქვეყანა, როგორც მაგალითად ჩინეთი. ჩინეთში მთავრობა არის მართლა ვინც მართავს ქვეყანას. ამერიკა მთავრობა არის უზარმაზარი კორპორაციების ინტერესების გამგრძელებელი. მთავრობა იქ არის სხვადასხვა ძალებისგან შედგება და მათ უკან კორპორაციები საერთაშორისო მასშტაბის მთელ დედამიწას რო აკონტროლებს ეგეთი კორპორაციები და იქ სხვადასხვა პარტია სხვადასხვა კორპორაციების ინტერესების გამტარებელია. მაგალითად, ეხლა ტრამპი სხვა ინტერესების გამტარებელია, სხვა ჯგუფების ინტერესების გამტარებელია. წინა ადმინისტრაცია სხვა იყო და მას წინასწარ გასაგები იყო, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკა შეიცვლებოდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ საქართველოს ვერაცნობიერებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთს იმხელა ინტერესები არ აქვს, როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია.